გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, ეს კაცი ძალიან შოუმენად იქცა. მერაბდვალიშვილი და ალბათ პროფესიაშიც გადაუვიდა ეგ უკვე ეგეთი აქციელები და არ ვიცი, არ გავა, ალბათ ერთი თვე არ გავა, რომ ამ კაცის შოუმენობაზე და მის ნამოქმედარზე არის საუბროს პრესა, მედია, აქეთ-იქეთ და ეთყობა ძალიან სიამოვნებს ეგეთი რაღაცეები და უში ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. აი ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა თბილისში, სადაც არ ვიცი მე ეს რავი UFC MMA ვერ ყვევი ეგეთ რაღაცეებში, მოკლედ არ ვიცი რაღაცა ბრძოლები უნდა გაიმართოს და მე ბრძოლები არიან ჩამოსული ევროპიდან, რუსეთიდან, სხვადასხვა და უნდა ჩატარდეს ახლა და სხვათ შორის მე მგონი როგორც მახსოვს, გუშინ მე ვსაუბრობდი ამ თემასთან დაკავშირებით, ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიცაც UFC-ს გვერდი მიყავს, მთელი ამ ხნის მანძილზე საუბრობდა, რომ ცარუკიანი, რომელიც ძალიან უზნეოდ იქცეოდა მერაბდვალიშვილის და არა მარტო მერაბდვალიშვილის ქართველების მიმართებაში, მოუწოდებდა ხალხს, რომ იქ უნდა 4 საათზე უნდა დახვედროდნენ და პასუხი უნდა მოეთხოვათ, ხო? არ ვიცი, მე რა ფორმით და როგორ აპირებდნენ, მეც მოუწოდე გუშინ. ჩემს აუდიტორიას ვისაც ჰქონდა კითხვები მისულიყვნენ იქ, მაგრამ რაღაც დღეს არანაირი ხმა არ ისმის არც ცარუკიანის ამბავთან დაკავშირებით და დღეს ახალი სკანდალი აგორდა, ცარუკიანი აღარავის აღარ ახსოვს და ყველა საუბრობს მერაბდვალიშვილის საქციელზე. სწორი იყო, არ იყო სწორი, ასე იყო, ისე იყო, აბსოლუტური უმრავლესობა რა თქმა უნდა სწორი იყო. რაღაცა პუტინის მონები, ვიღაცა რუსები, აი რუსეთის სახელით მოსული კავკასიელები რაღაცას ლაპარაკობენ. მოკლედ ცარუკიანი გადავიდა მეორე იმაზე, ან აღარავის აღარ ახსოვს ცარუკიანის ტურობა და ცარუკიანის საქციელი და რაც გუშინ მოხდა. ბიჭო, აი ელემენტარული სიტუაცია ავიღოთ. ნებისმიერმა საკუთარ თავზე წარმოიდგინოს, აი ნებისმიერმა წარმოიდგინოს საკუთარ თავზე. ძალიან მშვიდად წყნარად, აი კაცებს და ვაჟკაცებს ვეკითხები, მე ამას თუ ეს საქციელი შეიძლება ჩაითვალოს ნორმად. თუ თქვენ ამას თვლით, მაშინ ან მე მქონია კაცობასთან პრობლემა და კაცობის არსთან პრობლემა და ან თქვენ მქონიათ პრობლემა, აქ შუა არ არსებობს ამ ყველაფერში რა. შუა არ არსებობს. როგორც მე ვიცი, როგორც არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, აი ეს კლოუნი, მე სხვათ ვერაფრით ვერ აღვიქვამ დვალიშვილს, ეს კლოუნი, რომელიც მებრძოლი კლოუნია, მოჩხუბარი კლოუნია, მიყავდა პრესკონფერენცია, სადაც იყო დასმული კითხვა, ამაზე მე გადავალთ როგორ და რანაირად. რომ ვისისურვებდი მეტოქეთ და დაასახელა უმარ მაგამედოვი და მიაყოლა ინგლისურად, რომ არ ვიცი რას ნიშნავს ეს ქართულად, მე ამას ვერ ხვდები. ეს არის გინება, ლანძღვა, რა ვიცი, მაგარი დახმარი კაციაო თუ რაღაცა ესეთი. არ ვიცი, მე ახლა ანგლოსაქსურ სამყაროში ხან დადებითად გამოითქმის ეგ ყველაფერი, ხან უარყოფითად, ხო და ალბათ მაშინასაც შეგეცითო ქართველებს რო გითხრა, ვისაც არ გესმითო ჩემი ისო, ალბათ ესეც დადებითად გამოიყენებოდა და გამოიყენა ესეთი სიტყვა ამ ადამიანის მიმართებაში. ახლა იყვნენ იქ დარბაზში დაღესტნელი მებრძოლები, არ ვიცი, ბიძაშვილი იყო მათი, როგორც თქვენ, ზოგან წავიკითხე, რომ ბიძაშვილი იყო, ზოგან წავიკითხე, რომ მეგობარი იყო. არა, აქ მნიშვნელობა თუნდაც საერთოდ არაფერი არ ყოფილიყო. თუნდაც საერთოდ არაფერი არ ყოფილიყო. ჩვეულებრივი დაღესტნელი კაცი, რომელიც სპორტსმენი, ვაჟკაცი კაცი და როდესაც დაამთავრა ვაჟბატონმა ეს პრესკონფერენცია, მივიდა იმისთვის, რომ ეკითხა. კითხვა დაესვა, არაფერი არ უთქვია იმას, არც შეუგინებია, არც შეუფურთხებია, არც პირდაპირ. უბრალოდ კითხვა დასვი, რომ პასუხი გაეცა. კითხვა არ ქონდა იმას დამთავრებული და მან გაუქიანა და ფერთხა. გაუქიანა, ფერთხა და აყვა ამას მთელი ამბავი, გაზავეს, მერე ამას მოყვა იქ სასტუმროსთან, რა თქმა უნდა, იმგენის მისვლა და, რა ვიცი, ამ სპორტსმენებთან ჭიდილი და პოლიციის გაყვანა და გამოყვანა და მოკლედ მთელი ამბები და დღეს გუშინდელი დღიდან მოყოლებული დღევანდელ დღეს ცადა ქვეყანა იძახის იმას, აბა ბიჭო, რუსები ხო არ უნდა ვაბლატაოთ აქ და თავზე ხო არ გვაჯვამენ და ეგეთი რაღაც. მე გეკითხებით თქვენ ნებისმიერს. აი ნებისმიერს გეკითხებით. შეცვალეთ უბრალოდ როლები.
შეცვალეთ უბრალოდ როლები. იქ მჯდარი იყო მაგამედოვი. აქ დარბაზში ყოფილიყვნენ ქართველები. ეთქვა თოფურიასთან მიმართებაში, მე რა დვალიშვილთან მიმართებაში, ნებისმიერი ქართველის მიმართებაში ეთქვა იმ ტერმინოლოგიით და იმ სიტყვით, როგორი სიტყვაც დახარჯა მერაბ დვალიშვილმა. ჩაურაცხყოფის იყენება და კაცი მისულიყო და ქართველი ვინმე მისულიყო და ეკითხა რომ ეს სიტყვა რატო თქვი? აი, ხო ენაცვალე მე მარჯვენაში ხო და აი გეკითხები ახლა. გავცვალოთ უბრალოდ რა მერაბიშვილის ადგილას არის, დვალიშვილის მაგივრად არის მაგამედოვი და აქეთ არის ქართველი და მიეყენა შეურაცხყოფა. მივიდა უბრალოდ შესაკითხად, რომელიმე რიგითი ქართველი მივიდა შესაკითხად, რომ რატომ გამოიყენე ეგ სიტყვა ჩემი ბიძაშვილის, ჩემი მეგობრის, ჩემი თანამემამულის მიმართ. და იქ უკვე დვალიშვილი კი არ ყოფილიყო. იქ მაგამედოვი ყოფილიყო და ამ ქართველისთვის დაერტყა ხელი. მე მომხდარიყო ის რაც მოხდა, ის გაეციათ, გამოეციათ და თან ეს ყველაფერი ყოფილიყო რუსეთში. დაღესტანში კონკრეტულად, ხო? აი ახლა რომ მარჯვენში ენაცვალეთ დვალიშვილს, მე გეკითხებით აი ამ ხალხს. რა რეაქცია გექნებოდათ? რა რეაქცია გექნებოდათ? დვალიშვილის ადგილას რო ყოფილიყო მაგამედოვი. იგივე გაეკეთებია რომელიმე რიგითი ქართველისთვის. მაინტერესებს ამ შემთხვევაში რა რეაქცია გექნებოდათ? და მე ნებისმიერს ვეკითხები რა რეაქცია გექნებოდა. ხო იტყოდით რომ ბოზია? ხო იტყოდით რომ ახვარია? ხო იტყოდით რომ უზრდელია? ხომ იტყოდით რომ ჩრდილო კავკასიაში და რუსეთში ხდებოდა და ჩრდილო კავკასიაში სტუმრის პატივისცემა არიციან? ელემენტარულს გეკითხებით, ხო იტყოდით ამას? ხო იტყოდით ამას? იმიტომ რომ ქართველი რო ყოფილიყო იქ. მე კითხვას ვსვამ და გამცეს ვინმე პასუხი აგერ 315 ადამიანი უყურებს. ობიექტურად ვსვამ კითხვას. ხო იტყოდით რომ ამ კაცში კავკასიელობის არაფერი არა, თვითონ ხო დაუწყებდით ლანძღვაგინებას ორგანიზატორებს, ყველას. და მე ხო იმასაც იტყოდით რომ ჩაიკეტნენ სასტუმროში და გარეთ არ გამოვიდნენ და პასუხი არ გასცენ. ხო ენაცვალე ბიზია, გინდა მარჯვენში ენაცვალე, გინდა მარცხენში ენაცვალე, გინდა ყვერებში ენაცვალე. არა ჩემი პრობლემა მაგით შემოკარგო. ენაცვალე ვისაც გინდა შენი საქმეა, მე ვამბობ რომ ამას იტყოდით და ეს იქნებოდა სწორი და ეს იქნებოდა მართალი. ეს იქნებოდა მართალი. რატო იცით? იმიტომ რომ დვალიშვილის საქციელი იყო ბოზური. და ბოზები იქცევიან ასე. ეს არის სიმართლე. ეს არის სიმართლე. საერთოდ არ მაინტერესებს ახლა ვინმეს ეს მოწონს ეს სიმართლე. არ მოწონს ეს სიმართლე. ასე არის ეს. იმ კაც მაგისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. არც ხისთვის განმარტავ რატო არის ბოზური და არასწორი. განმარტავ რატო არის. ჯერ იმდენი ხალხის თვალწინ. იმდენი იმის თუ რამის თქმა უნდა და ბიჭო, გაეყვანა კამერების გვერდზე და მერე დაერტყა ხელი. ერთი წუთი რა. შენ თვითონ თუ ხარ ქართველი მაგის საკითხავი. კამერების გვერდზე გაეყვანა და იქ დაერტყა ხელი. თუ ამნაირი ვაშკაცი ბიჭი იყო. ამდენი პოლიციელების და ამდენი იმის თვალწინ რომ დაარტყა ხელი. და უსაფრთხოდ გამოვიდა იქედან. იქ სხვებიც იყვნენ დაღესტნელებიც. გეკითხებით, ხო შეეძლო? ან რატო იყო ხელის დასარტყამი ეს ბიჭი? რატო იყო? ბიჭო, მე ბიძაშვილის გულისთვის, ხო? აი ელემენტარულს ვამბობ. ჩემ ბიძაშვილის მიმართებაში ვინმე ესეთი რაღაცა რო თუნდაც რიგითი ქართველის მიმართებაში ეგეთი რაღაცა რო ეთქვა იქ ყოფილიყავ. მოთხოვდი პასუხს მივიდოდი შევეკითხებოდი. და რასაც მიპასუხებ და იქედან გამომდინარე იქნებოდა ჩემი საქციელი. არ გააკეთებდით ამას? ნებისმიერი არ გააკეთებდით ამას? ხო და იმას, რასაც საკუთარ თავს. ხო და მივალ მაგამდე ნიკა. სანამ რასაც საკუთარ თავში არასწორად მიიჩნევთ. ის რაც საკუთარ თავში არაკაცურად მიგაჩნიათ. სხვის მიმართებაში, სხვა ეროვნების, სხვა სარწმუნოების, სხვა ქვეყნისშვილის მიმართებაში, სხვის მიმართებაში რატო არის თურმე არასწორი და თქვენ შემთხვევაში არის სწორი. გეკითხებით ელემენტარულად რა.
კაცებს ვეკითხები, კაცური საქციელი თუ იყო. მე მიმაჩნია, რომ მერაბ დვალიშვილის საქციელი იყო ბოზური საქციელი, საერთოდ არ იყო ეს ნაკარნახევია. არაფლიდან საერთოდ, არაფლიდან, სულ სხვა რაღაციდან იყო, მაგასაც ვიტყვი. სულ სხვა რაღაციდან იყო, მაგასაც ვიტყვი. როგორც კაცურად, კაცური თვალით ეს იყო სუფთა ბოზური საქციელი და მე როგორც ქართველს, როგორც კავკასიელს, მე ამ საქციელის მცხვენია. მცხვენია, რომ ქართველმა ადამიანმა ეგეთი რაღაცა იკადრა. დიახის კაცი არის სტუმარი. სტუმარი არის კავკასია და საქართველოა. არ მაინტერესებს რა, არ ჩემი ნომრის დაწერა მაინტერესებს და არ ჩემთან ლაპარაკი მაინტერესებს. ჩემო კარგო, საერთოდ არა ვარ ფიზიკურად საქართველოში და საფრანგეთში ვარ და თუ გინდა ჩამოდი და გნახავ და დაგელაპარაკები. თუ რამე გინდა დაწერე. დაწერე ერთი რა გაქ ესე ტელეფონზე სალაპარაკო, ამერი აქ რო არ ლაპარაკობ. გინდა შენ და გინდა დვალიშვილს და გინდა ნებისმიერს. მე სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ ქართველი ვარ და კაცი ვარ და ჩემი ქვეყნის შვილი ვარ. და ვიცი კავკასიაში რა არის სწორი და რა არის არასწორი. როცა გჭირდებათ და რო იძახით ჩვენ კავკასიელები ვართ, ჩვენ ასე მოვიქეცით ინგუშების მიმართ, ჩვენ ასე მოვიქეცით, ასე წერდა ილია ჭავჭავაძე, ასე იქცეოდა ვაჟა-ფშაველა, ასე იქცეოდა სტუმარ მასპინძელი, ასე იქცეოდა, ასე იყო. ეს ხო კარგია. ამ შემთხვევაში რა გააფუჭა იმ ბიჭმა? რაში შეხედეთ ბლატაობას თქვენ იქ, რომ იმსახურებდა ხელის დარტყმას, რომ იმსახურებდა ის ბიჭი ხელის დარტყმას და ისეთ შეურაცხყოფის მიყენებას. რატო? მის ბიძაშვილზე რო გული დაეწვა? მის ბიძაშვილზე რო გული შეტკივა და უნდა შეტკივოდეს. და არ გავს ბარეურ ნაბოზوار ქართველ სპორტსმენს. ბარეურ ნაბოზوار ქართველ სპორტსმენს. გუშინ ცარუკიანს დედის პროცესს რო აგინებდა და იქ ეხვეოდა და ეხუტებოდა და შენი ჭრიმე და შენ გენაცვალებოდა დღეს ტურასავით რა ცარუკიანი გამძვრალი და ცარუკიანი არავის არ ახსოვს. და სულ სიღრზე რო ეკიდა სინამდვილეში როგორც საქმემ გამოაჩინა ცარუკიანის მიმართებაში რაც იმან შეურაცხყოფები იკადრა და რაც იმან შეურაცხყოფები მიაყენა სასიკვდილოდ გაწირულ თოფურიას. თუ ასეთი ვაშკაცი იყო, თუ ასეთი ღირსეული იყო, ცარუკიანიო, ჩემი მეგობარიაო, ცოტა მეტი მოდისო, თუ რამის ტრაკი ქონდა, ცარუკიანისთვის ელეცა, რომელიც იმსახურებდა ამ ყველაფერს. და ბარეურს, იქ გენო პეტრიაშვილის თამადობით დაწყებული რა, გაპოლიტიკოსებულ სპორტსმენებს რა. გაიგეთ? ცარუკიანს ვინმე თხოვთ პასუხს. ხო და რას გეტყვით ძმაო იცი? ქართველი თუ ბოზურად და არასწორად იქცევა, კაი კაცობად ნუ წარმოაჩენთ რა. ნუ წარმოაჩენთ კაი კაცობა. არაა ეს კარგი კაცობა. და მე არ მიმაჩნია რომ ეს არის ვაშკაცი კაცის საქციელი კონკრეტულ მომენტში რა. თუ მართლა ცემა უნდა და თუ მართლა დარტყმა უნდა და გაიყვანა გვერდზე და ეცემა. გაიყვანა. ეგ იყო პროვოკაცია. და სტუმარი კაცის და როგორც საკუთარი ქვეყნის პირველ რიგში შეურაცხყოფა, სტუმრის შეურაცხყოფა და ყველა შეურაცხყოფა. არაფერი არ დაუშავებია იმის ფასი, რომ ეგეთი სიძულვილით ლაპარაკობ დღეს სულ ყველა, რომ თურმე იგი რას ქვია, ბლატაობდა. ბიძაშვილია მისი. არაა ბიძაშვილი, გაანებეთ თავი, კაცო. მისი თანამემამულია და იხმარა ისეთი სიტყვა, უზრდელია. გაუნათლებელი, უზრდელი ბილწი ადამიანია. და ესეთი სიტყვები საქართველოს ჯერ ეს სიტყვა საქართველოში ხარ, ბიჭო, ხო? საქართველოში ხარ. არა, ეს უკვე ამერიკული კულტურის ნაწილი არის და ტრეშტოკების მოწყობა და ეს დაიწყო და აქ რო საქართველოა, რო იძახეთ, საქართველოა პირველ რიგში დილობითაა საქართველო. ის რაც ამერიკაში მიღებულია, მადაფაკა და შენი ჭრიმე და შენ გენაცვალეში როა მიღებული, ეს საქართველოში არაა მიღებული. და არ უნდა აკადრო იმ ხალხს, არ ვიცი კაც ერთი წუთი არ ვიცი გამეცით ერთი პასუხი მანამდე უმაროვი ამბობდა ილიაზე რაღაცას მაშინ გაიყვანა და მაგის გამო დაერთხა გაიყვანა და ისე როგორც კაცკაცისთვის უნდა მოეთხოვა არ იყო ეს შემთხვევითი რეაქცია არ იყო ეს ის რეაქცია რომელიც მაგალითად ქონდა იგივე თოფურიას თუნდაც ვიღაცის ხელი რო დაარტყა, იმიტომ რომ ქართველებზე შეურაცხყოფა
არ მაინტერესებს რა პასუხი უნდა ამიხსნა. დაწერე და წავიკითხავ. რაში მაინტერესებს ახლა შენთან ლაპარაკი დაწერე თუ გაინტერესებს და წავიკითხავთ მეც და სხვაებიც. რა გაქვს ასეთი ჩემთვის სათქმელი, რაც სხვისთვის არ გაქვს სათქმელი. დაწერე ძმაო აგეთ. შენც და სხვამაც. მე ეს არ მიმაჩნია არც ქართულად, არც კავკასიურად, არც კაცურად და არაფერში არ მიმაჩნია ეს არ წერია. ესა ქვეყნის და ერის სირცხვილი და მართლა სამარცხვინოა. მართლა სამარცხვინოა ეგ ყველაფერი. ეხლა გაправებებს დაანებეთ თავი რა. ასე კაცები არ იქცევიან. ასე ვაშკაცები არ იქცევიან და ეხლა ვიღაცას თუ ემოცია ძალავს, მე არ მაინტერესებს არავის ემოცია, დაჯდეს, დაფიქრდეს და რასაც ვლაპარაკობ, თუ ეს ასე არაა? თუ ეს ასე არაა, ხო? მაშინ ახსნას ისე როგორ არის და გაამართლოს ეგ ყველაფერი. აი უბრალოდ დედას გეფიცები, აი კავკასიურ ბლოგებზე აი მცხვენია, აი რაც წერია. აი შეხედეთ აგერ რა დაწერა იმ უმარ მაგამედოვმა დაწერა თავის გვერდზე, დაწერა და აი წაგიკითხავთ. აი ეს. რაც არის, რაც გქონდა დაწერილი, ამ შედით X-ზე თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ. აი რა. კავკასიაში კაცს პატივი ღირსება და სტუმართ მოყვარება განსაზღვრავს. ჩემმა მეგობარმა მხოლოდ ის იკითხა, რატომ საუბრობდით ვინმეზე ზურგს უკან. იმისთვის რომ კაცად ვიგრძნო თავი, შენი შეურაცხყოფა არ მჭირდება. ის თუ ვინ ხარ სინამდვილეში, მაშინ ჩანს, როცა ხალხმრავლობა არაა და შენს გამოსასარშლებლად არავინ დგას. აი კავკასიურ გვერდებზე შევედი, აი ამის საქციელით და ქართველების ესეთი საქციელით, მერე რო ესე უნდა ვქნათ და ესე უნდა გადაუაროთ და აბა რა ბიჭო აქ საქართველოა და ვიზვა ბლატავ. საქართველოში ქართველის გარდა ყველა ბლატაობს, ბიჭო, ახლა გაგახსენდათ მაგი? ახლა გაგახსენდათ, ბიჭო? ცარუკიანია მაგერ. ცარუკიანია მაგერ. თუ ამნაირი ვაშკაცები ხართ მოწყვეტილი და ცარუკიანს გაეცით პასუხი. აუ პატა, მოდი რას გეტყვიცი, მე კი არა, შენ გააჯვი შენი დედას შევეცი ლიჩნად რა. თუ შემოდიხარ აქ დაწერე წესიერად. თუ არა და არ მიიღებ იმ პასუხს, რასაც იმსახურებ. მე არა ვის ვაგინებ, ვინც იმსახურებს, იმას ვაგინებ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მაგის თუ არ შემიგინებია ვამბობ იმას, რომ ეს ბოზური საქციელი და კაცები ასე არ იქცევიან, ბიჭო. არ მჭირდება მე შენი ახსნა და არც სხვისი ახსნა რა არის, კაცური და რა არის, არა კაცური. თქვენ შეიძლება სხვა რაღაცა მასწავლოთ, რაც იცით. მე საქართველოში გაზრდილი ვარ და ქართულ ოჯახში გაზრდილი ვარ და ქართულ ქუჩაში ვარ გაზრდილი და მთაში ვარ გაზრდილი და ვიცი რა არის სწორი, რა არის არასწორი და რითი ფასდება კაცი კავკასიაში და რითი არა და რა არის ქართველობა და რა არ არის ქართველობა. და რას ქვია სამშობლოს დაცვა და რას არ ქვია სამშობლოს დაცვა, რა არის პატრიოტიზმი და რა არ არის პატრიოტიზმი, გაიგე? ეს მე შენგან და სხვისგან ნამდვილად არ მესწავლება და შეიძლება რაღაცა იცოდე ისეთი, რაც პროფესიული იყოს, რაც მესწავლებოდეს. იქ ვერავინ გაიყვანდა და ამიტომ უცებ დაარტყა ხელი და შეარჩინა. გამოეყვანა თუ კაცი იყო და რატო რა გააკეთა ამ კაცმა ხელის დასარტყამ? რა გააკეთა ამ კაცმა? იქ რაც ჩანს ყველა უნახეთ და არ გაუკეთებია იმ ბიჭს არაფერი. არ გაუკეთებია. არ გაუკეთებია ძმაო, ეხლა ისეთი ნახალკების ტენას თავი დაანებეთ რა. არ გაუკეთებია იმ ბიჭს, ყველა გაოგნებული იყო და ყველა გაუცებული იყო ამის აქციელი. მე გეტყვით იქ რაც მოხდა. თუ სიმართლე გაინტერესებთ. ის რაც ჩემი თვალით მე დავინახე. და ის ინფორმაცია, რომელი ინფორმაციას მე გამაჩნი. ეს ვისაც უნდა დაიჯეროს, ვისაც უნდა არ დაიჯეროს. ხო. იქ სულ სხვა რაღაცა მოხდა. ეს საერთოდ სპორტიდან და ემოციებიდან შორს დგას. ეს ხელოვნურად შექმნილი გმირი, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, კითხვა წინასწარ იყო შეთანხმებული და პასუხი წინასწარ იყო. ეს ჩვეულებრივად ხდება ეგეთი რაღაცეები. არ ვიცი ახლა იტყვიან რომ იყო, არ იყო, ასე იყო, კითხვის დამსვენს სუდი არაფერი არ გაუკეთებია ის. მაგრამ პასუხი იმისგან რაც წამოვიდა, ეს იყო პროვოკაციული და იყო შეურაცხყოფადი ადამიანის. შეურაცხყოფა იყო. ხო, შეურაცხყოფა იყო. შეიძლება ამერიკაში შეგეცი არაა შეურაცხყოფა. და სექსი არაა შეურაცხყოფა ადამიანს უთხრა. საქართველოში არის და კავკასიაში არის. ხო. და მისმა ბიძაშვილმა იკითხა. რატო იკადრე ეგეთი რაღაც? ხო დასვა კითხვა. კაც ხელის დაარტყეს, დედაც აგინეს. ხო. და მე
ძალიან კარგად ვიცი რა ხდება და როგორ ხდება რა. ძალიან კარგად ვიცი როგორ ხდება და რა სპორტშიც და სპორტის გარეთაც. აბა ბიჭო, აბა რუსებს ხო არ ვაბლატავებდი ბიჭო, აბა მათ ესენი ვინა. ამიტომ არის მე ამათი საქციელიდან გამომდინარე, აი ესეთების საქციელიდან გამომდინარე, იმ ჩრდილო კავკასიელებს რო არა აქვს ქვეყნის პატივისცემა და ხალხის პატივისცემა. იმიტომ რომ ესეთ კაცებს პატივს არ ცემენ. არ ცემენ პატივს. იმიტომ არაა პატივსაცემი. არაა პატივსაცემი. რა გააკეთა ვინმე მამიხსნას? რა გააკეთა იმ ადამიანმა? აი სალაპარაკო მიგეცათ რა. მიდით ახლა წავიდა ჩრდილო კავკასიელების და ქართველების ლანძღვა გინება ისინი დაიწყებენ რომ ქართველები მუდამ ასეთები იყვნენ, რუსეთის ჯარში მსახურობდნენ, ამოგწყვიტეს, გადაგვასახლეს, ეს გვიქნეს, ის გვიქნეს, ასე მოხდა, ისე მოხდა, ქართველებმა დაიწყეს, თქვენ აფხაზეთში იყავით, ჩვენ გვებრძოლებოდით, ცხინვალში გვებრძოლებოდით, ლეკიანობა, ახლა გაიხსენეთ პატრიოტიზმი, მიდით, მიდით. აი ამას ემსახურებოდა ეგ ყველაფერი. და აი ამისთვისაა გამოყენებული, გაიგე? ამისთვისაა გამოყენებული აი ესეთი ვითომ უწყინარი ელემენტი სპორტსმენები. აიგეთ? არაფერი დებილი არაა მაგი. არაფერი დებილი არაა, მაგი არის ჩამოყალიბებული პროვოკატორი, მაგას ჯერ თუ ვაშკაცობა და კაცობა გააჩნია, აი რა. კაცი პირდაპირ იძახის და მოვიდეს და ნახოსო. და შემხვდესო. იხვეწება ეგერ ჩაქუჩა, მივიდეს და ის ნახოს. და კაცი რო ჩაქუჩასთან მასე მოიქცევა, იგი ახლა სხვის კაცობაზე, ყველაფერზე შეიძლება ელაპარაკოთ თვალიშვილთან მიმართებაში, მაგრამ ვაშკაცობაზე ნუ დაიწყებთ რა ლაპარაკს რა. ვაშკაცობაზე ნუ დაიწყებთ და ზრდილობაზე ნუ დაიწყებთ. განათლებაზე ნუ დაიწყებთ რა. ხო ყველა ვაშკაცია. დღეს რო ვინებს იჭრის ხარდაშას ჭერად, ხო? ხო ყველა ვაშკაცი ხართ. ხო ხართ ვაშკაცები. და ამართლებთ იმას რა ქვია, დვალიშვილს რო ასე უნდა. იქვია ცარუკიანი. იქვია ცარუკიანი. და იმ ცარუკიანმა არა მარტო ილიას მიაყენა შეურაცხყოფა, ქართველ ერს მიაყენა შეურაცხყოფა და ბოდიშიც მოიხადა. ისე აღიარა მისი შეცდომა. და თუ ვინმეს ვაშკაცობა გაგაჩნიათ, თუ ვინმეს ტრაკი გაგაჩნიათ, დვალიშვილის თამადობით, მაგ არის ცარუკიანი და ეროვნული ღირსება და ეროვნული ვაშკაცობა დაიცავით იქ და მოთხოვეთ პასუხი. ამაშია საქმე. თუ არა, ელემენტარული კითხვას ვსვამ, კიდე ერთხელ ვამბობ, რო გაიცვალოს ადგილები. ხვალ და ზეგ შეიძლება ქართველები მოხდნენ რუსეთში, ხო? სიტყვაზე ვამბობ. და იქ მოხდეს ანალოგიური სიტუაცია. მოგეწონებათ ვინმე ეს? ხო არ მოგეწონებათ? არა მოგეწონებათ, იმიტომ არასწორი საქციელი. მოსაწონი საქციელი რო იყოს, კი ბატონო. ხო და ვინც მაგ ემოციებზე ფიქრობთ, პატარა თავი გაანძრიეთ რა, მე მართლა გეუბნებით. პატარა თავი გაანძრიეთ, ადამიანურად გეუბნებით. ემოციებზე ფიქრი ამას არ ჭირდება. ყოველთვის ქართველების ყუპავდა ჩვენი ემოციები. ასეთ რაღაცეებში. გადადებით ემოცია და უბრალოდ ელემენტარულად გაცვალეთ ადგილები დვალიშვილს და დანარჩენ შორის. დაანებეთ იმ ჟურნალისტსაც თავი. დაანებეთ. იმ ჟურნალისტმა დასვა კითხვა, ვისთან გინდა ბრძოლაო. ამან რა პასუხი გასცა. და საიდან წამოვიდა ყველაფერი. აქედან იფიქრეთ. და მიხვდებით ყველაფერს, რომ იყო არასწორი საქციელი იმ ბიჭის მიმართებაში. მერე რა რო დაღესტნელია. და ნებისმიერი რა ეროვნების ადამიანია. კაცობას როდის იყო ეროვნება ქონდა, ღირსებას როდის იყო ეროვნება ქონდა. ეს არის ისევ და ისევ ანტიქართული, დამპლური მენტალიტეტის დამკვიდრება, ქართული მენტალიტეტის ჩანაცვლება, აი ამ რაღაცა ტრეშ-თოკებით თუ სირობებით, რომელიც ამერიკაში და ეს არის გაევროპელებული, გაამერიკელებული ქართველის მენტალიტეტი, რომელსაც შეიძლება მოეწონოს ესეთი რაღაცა. როგორც ჩვევია საერთოდ ისე დასავლეთში, კავკასიიდან განსხვავებით, ასეთი არაკაცობები იქ შეიძლება მისაღები ყოფილიყო და ასე იყო. კავკასიაში ღირსება იყო, სინდისი იყო, ნამუსი იყო და სხვა ღირებულებები იყო. როდესაც ჩამოვიდნენ ევროპელები, რომელმაც შეისწავლეს კავკასიაში ჯერ კიდე მე-18 საუკუნეში მენტალიტეტი, აზროვნება და ეს გაოგნებულები იყვნენ ერთი რამით. იგივე სვანეთში, იგივე ჩრდილოეთ კავკასიაში და ხევსურეთში და ასე შემდეგ. კრიმინალი ელემენტარულად არ ხდებოდა. არ იყო კრიმინალი, რასაც ერქვა, თქვათ, ევროპაში და სხვა ქვეყნებში მიღებული ქურდობა,
კაჩაღობა, შეურაცხყოფა, მსგავსი რა, მაგრამ მკვლელობები ხდებოდა ძალიან დიდი ინტენსივობით. ძალიან დიდი ინტენსივობით ხდებოდა, მაგრამ მკვლელობა არც ერთი არ იყო დაკავშირებული იმასთან, რა ქვია, მოპარვასთან, ქურდობასთან, ძარცვასთან, ეგეთ რაღაცასთან. სისხლის აღებასთან იყო. და როდესაც მიყვნენ, შეიძლება ერთი სიტყვა არ ეპატიებიათ ერთი მეორისთვის, ოდნავ გადახრილი. და იმის გულისთვის თავი გაეწირათ და ამაზე წირავდნენ თავს, მთელი ისა და აქედან მოდიოდა სისხლის აღების წესი. სხვა ღირებულებების ადგილი იყო კავკასია. სხვა მენტალობის ადგილი იყო კავკასია. როგორც ცადამიწა ერთმანეთიდან გაშორებული და დღეს გვეუბნებიან, თურმე ესა აბანელი გრუზინობა. და ესა თურმე სწორი მენტალიტეტი, ვისაც დვალიშვილის აქციელი სწორად კარგად დაფიქრდით, გაიაზრეთ, ემოციები გამორიცხეთ. ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო, შენ ქვეყანაში ჩამოსულ სტუმარს კითხვის დასმის გამო ხელი დაარტყა პოლიციის და 1000 იმის თვალწინ. და ამას ღირსეულის აქციელი დაარქვა. მაგარი განსხვავება გაქვს მენტალურ და აზრობრივ საკითხებთან, ეს გააკეთოს სპორტსმენმა კაცმა. პოლიტიკოსი ხო არა, სპორტსმენია. სპორტსმენია. სპორტსმენი სპორტულად უნდა იქცეოდეს და ეხლა რასაც ქვია სპორტულ მორალში და სპორტულ მენტალიტეტში ადექით და ჩასვით ეს აქციელი. ან ბილდსიტყვაობა ჩასვით. ან ყველა უბრალოდ ადამიანზე ხელის დარტყმა ჩასვით. ან სტუმარ მასპინძლობა, მედით ერთი ჩასვით. რაში ჯდება? რომელი მენტალიტეტში ჯდება? მე ვერც ერთ მენტალიტეტში ვერ ჩავსვი. გარდა ერთი რაღაცისა. იყო დაგეგმილი პროვოკაცია და შეასრულა პროვოკაცია. და იძახეთ ახლა რომ აქ საქართველოა ბიჭო და აქ ვინმეს არ გაბლატავებთ რა. საქართველოში ქართველის გარდა ყველა ბლატაობს. ცარუკიანი რო არის მაგერ თმის ღერი რო არ ჩამოვარდნილი და იქ რო იდგა ცარუკიანი და კაციშვილს რო პასუხი არ მოუთხოვია და ყველა გამწარებული რო იყო სურათების გადაღებაზე და იმგენის კონფერენციების ჩაწერაზე და ხო რა მოხდა ახლა და ცარუკიანს არავინ არ გაცა პასუხი. მაქა მაჩვენებელი. ეგა არ ვიცი აზრი არა ვარ მე მაგ ტრეშტოკების და პომემემეების და ამათი აი აზრზე არა ვარ რა არ არის ეს ჩემთვის ეს არც სპორტი არის სიმართლე გითხრათ და არის ბიზნესი რომელიც ვიღაცა მისი ძალით შეუვლობს ფულს სპორტულ საქციელებში და სპორტულ ქმედებებში იქ არ ხდება ეგეთი რაღაცა არ ვიცი მე აქვია მაგას მაშინ ავდგეთ ბატონო და უარი ვთქვათ ყველანაირ ქართულ აზროვნებაზე და ქართულ გაგებაზე და გადმოვიღოთ რასლინგი გადმოვიღოთ ტრეშტოკი, გადმოვიღოთ პოპ-MMA და იმას ვქნათ და ამას ვქნათ. და ამ მენტალობით ვიცხოვროთ და ალბათ ამ მენტალობაში მოუძებნით იმას აღქმას და მოუძებნით ამას გამართლებას. ქართული არ იქნება და კავკასიური არ იქნება და ქართულად და კავკასიურად მაგ აქციას გვია ბოზური. ვისაც გინდათ გეწყინოთ, ვისაც გინდათ გაგისწორდეთ. ესაა ჩემი დამოკიდებულება და ესაა ჩემი შეხედულება. როგორც კაცური თვალით და კაცური თვალსაზრისით. თუ ეს ასე არა აბა დაჯექით ერთი და არ მინდა ეხა ტელეფონებზე არა იმაზე გირეკოთ კიდო ხან დედაჩემს და ჩემს მას და ბიძაშვილს და იმას ვერ დავლაპარაკები ვარ ხანდახან და ეხა დავწე და დვალიშვილის კაცობის გასაправებლად უსმინო რაღაცას დაწერეთ თუ ვინმეს აქვს სათქმელიან დაწერეთ ვიდეო და მოგისმენთ ბატონო რა იყო ვაშკაცობა ერთი და რა ვერ დავინახეთ ერთი ჩვენი იქ ხო მე მცხვენია მე როგორც ქართველს მე როგორც კავკასიელს მცხვენია ის რომ ეს ჩემი ქვეყნის დედაქალაქში მოხდა და ეს ჩაიდინეს აი ასეთმა დიდმა ბრჭყალებში სპორტსმენებმა და მე საერთოდ არ მიკვირს კაცი რომელიც გამოვადა ვინც არ მეთანხმებითო შეგეცის ძაღლს რო დაუწყებს თავისიანებს ქართველებს თან ამას დაწერს ინგლისურად კაცი რომელიც გამოვა მე არ მომწონს გაუარტყი სტალინს და ყველა მის მოყვარულს შევეცი და ამის ის კაცი არა ის კაცი არა ის ვაჟკაცი არა და მასეთი რაღაცები მილიონია გაკეთებული არ ვიცი მე აქ ნახე ერთი ახსნა ეს არის რაღაცა შიდო გვერდი არის რომელიც არ ვიცი განმარტებებს არ ვიცი სასწაული განმარტებები აქვს მიცეული სტუმრად ყოფნაო არ ნიშნავს რომ მხოლოდ ანუ არ ვიცი ესე იგი სტუმარი არაა ჩამოსული თუ რა ვიცი რა პატივისცემა იმ ბიჭს უპატივცემულოთ მინდა გავცე ამას გვერდიშიდოს ადმინის დაწერილს რომ თურმე საქართველოსში მასპინძლებსო პატივი უნდა წევ რა პატივი არც ერთი იმ ბიჭმა მასპინძლებს
წიხლი იმან მის მერე დაარტყა, მან რო ხელი დაარტყა. ეს ერთი. მეორე, მერაბ დვალიშვილის მიმართ სიტყვიერი თუ ფიზიკური პროვოკაცია მიუღებელი. საიდან ამოთხარეთ ის რომ, რა ქვია, ან საიდან მოგაგვადებილებთ ახლა სულ ყველას? არ დაუწყია იმ ბიჭს არანაირი სიტყვიერი და არანაირი ფიზიკური პროვოკაცია. იმან მივიდა და კითხვა დასვა და ვინც დაიწყო პროვოკაცია შეგეცი და გაგარტყი, ეგ იყო დვალიშვილი. ხო იყო? იყო. ფიზიკური დაპირისპირებაც ვინ დაიწყო? მაგან დაიწყო. ხო დაიწყო. ყველა საკუთარი აზრი და პოზიცია გააჩნია, მაგრამ სტუმრად ყოფნა პასუხისმგებლობაც არის. კითხვა დავსვათ, რა დაარღვია იმ სტუმარმა ბიჭმა? და რა პატივი არცა იმან საქართველოს? ბიძაშვილის გამო რო ხმა მოიყო? ბოდიშით ბატონო არ გავს გაბოზებულ ზოგიერთ ქართველს. ცარუკიანთან ერთად რო ახლა ჩახუტებული და შენი ჭირიმე შენ გენაცვალეს იძახის. საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საქართველოს არ არის რუსეთის რეგიონი და არც რომელიმე ოლქი. ეს საერთოდ რა შუაშია, მე ვერ გამიგია. ეს საერთოდ რა მოდებაშია, რომ საქართველოს რო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ამ გვერდის ადმინიდან არ გვესწავლება. მით უმეტეს ჩვენ არც დვალიშვილიდან არ გვესწავლება, საერთოდ არც ერთ ფორმა აქვსია და იარაღი ხელში არ გიგავიათ ამ ქვეყნის დაცვისთვის. ხო და მომისმინეთ ერთ წუთი წაით ვიძია და აკეთეთ ის საქმე, რაც გესმით და თქვენნაირები ნუ ამოიღებენ ხმას საქართველოს პატრიოტიზმზე და თქვენნაირები ნუ ამოიღებენ ხმას საქართველოს სიყვარულზე და ასე შემდეგ. ძალიან კარგად ვნახეთ. ქართველებმა ძალიან კარგად ვნახეთ. ქართველებმა მერაბ დვალიშვილზე არა მაქვს ლაპარაკი. სხვა დანარჩენი სპორტსმენები, რომ სპორტსმენები რო იყვნენ და ხალხს რო უყვარდა და სულში იხუტებენ და გულში და შენ ჭირიმე შენ გენაცვალე, პოლიტიკაში რო გადადგენ ფეხი, როგორ მოუბრუნდნენ და როგორ მიაფურთხენ იმ ხალხს. და რა პატრიოტიზმი გამოავლინეს სკამის და თანამდებობის და ფულის გულისთვის. ძალიან კარგად ვნახეთ ეს. და მაგ სპორტსმენებმა მიდით და თქვენი საქმე აკეთეთ რა. და ნუ შეაძულეთ ხალხს თავი რა. თუ ვინმე სახელი გაითქვით, მაგაში ხო ასე იცით დამოკიდებულება. თუ ვინმე მონაწილეობდით სპორტში, გაჭირვებული ქვეყანა, გაფინანსებდათ, მიყავდათ, ფულსაც გიხდიდათ, ხელფასსაც გიხდიდათ, ჯილდოებსაც გაძლევდათ, ორკაპიკსაც გაძლევდათ, ის გაჭირვებული, გაღატაკებული ხალხი, რომელიც გადაყრილია აქედან. ხო და მშიერი და მწყურვალი არ ყოფილხართ. და სპორტიდან რო წადით, სიყვარულით წახვედით, პატივისცემით წახვედით და ისე იქნებოდით მთელი ცხოვრება. სიყვარულში და პატივში პოლიტიკაში რო არ შეგედგათ ფეხი. და საკოცნელი პირი, საგინებელი არ გაგეხადათ. ძალიან ბევრს. და ნუ რავი, ნუ გვამადლის თქვენ პირად მიღწევებს და ერთი რაღაცა თუ გააკეთეთ, თქვენი პირადი კარიერა თუ მოიწყეთ სპორტშიც და იმაშიც, მერე პოლიტიკაშიც, ნუ გვამადლით თავს რიგით ქართველებს რა. არ გეგონოთ, რომ სხვა ნებისმიერ ზოგიერთ ქართველზე მეტი კონდეთ გაკეთებული სამშობლოსთვის რამე რა. მე მიმიფურთხებია ესეთი პატრიოტებისთვის და მე მიმიფურთხებია ასეთი პატრიოტიზმისთვის ნაცობაში და ქოცობაში რო ახურდავებენ იმას, რა ქვია, თავის მიღწევებს. ხო? და ყველა საერთოდ გავარტყი იმ ადამიანს, ვინც ხურდავდება. ვაშკაცები თუ ხართ, და მაგრები თუ ხართ, მაგრა ცარუკიანი და აწირა აქამდე უნდა მოგეთხოვათ პასუხი. გუშინ პოზიორობა რო ქონდათ გაკეთებული იმაზე, რა ქვია. ისაც გეხებათ. ნუ გამოხვალთ რა და აქ ნუ დაგვიწყებთ რა არის სწორი და რა არის არასწორი. შეიძლება სპორტის ილეთები გვასწავლოთ, იმიტომ რომ არ ვიცით, მაგრამ კაცობას, ადამიანობას და პატრიოტიზმს და მსგავს რაღაცებს ნუ გვასწავლით რა იმ ადამიანებს, რომლებსაც რაღაცა გვინახია ამ ცხოვრებაში. მე როგორც კაც და მე როგორც ქართველს, მე პირადად კიდე ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, ეს საქციელი მიმაჩნია, რომ მაგ ვაჟბატონმა მისი საქციელით თავი მოჭრა. თვითონ რომ თავმოჭრილია, დიდი ხანია თავმოჭრილია, მაგრამ თავი მოჭრა ქვეყანას. თავი მოჭრა სრულიად კავკასიაში, შეიძლება იქ ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის ნაკლებად გასაგები იყოს ეგეთი რაღაცა. სრულიად კავკასიაში და ძალიან დიდი ხნით. და ჩაიდინა სამარცხვინო საქციელი და კაცობას და ვაშკაცობაზე ნუ რა უნდა დაიწყოს მაგაცი ლაპარაკს რა. ესაა ჩემი დამოკიდებულება და თუ რამეში ვცდები, აგერავარ გელოდებით და დამიწერეთ ბატონო და ვეცდები გაგცეთ პასუხი, რაში ვცდები? აი რაში ვცდები? რაში ვცდები? და კიდე ერთხელ ხაზგასმით მინდა ერთი რაღაცა ვთქვა. კიდე ერთხელ ისედაც ჩრდილო კავკასიელებს და დანარჩენ საქართველოს შორის ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობა
კიდევ და კიდევ უფრო გააღრმავა. კიდევ და კიდევ. და არ გეგონოთ, რომ ისინი ამას ივიწყებდნენ. არ ივიწყებენ, არც უნდა დაივიწყონ, მაგრამ იქაც არის კარგი ცუდი და კარგი ყველგანა. მაგრამ იმ კარგში რომ მოგჭერით თავი, აი ესაა სამარცხვინო. და აი ამის მწვენია მე. დაღესტნელებისაც, ჩეჩნებისაც, ინგუშებისაც, ოსებისაც, ყაბარდოელებისაც, ჩერქეზებისაც, ადიღეელებისაც, ყველასთან სამარცხვინო, გამოკიდე ვისაც მენტალობა გააჩნია კავკასიური. მთელი აფხაზები ტაშფანდურით იყვნენ ახლა იმას კიდე ქართველებსო მაგიო სისხლში აქვთ მასეო სისხლში. ესა. ზერო დიდი სპორტსმენობა, დიდი კაიკაცობას არ ნიშნავს. არც დიდი ძალა ნიშნავს კაიკაცობას. დიდი ძალა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს პირიქით. ხო და ვიღაცას ფული ჰქონდეს და ვიღაცა ცნობადი იყო, არც ის ნიშნავს კიდე კაი ქართველს რა. კაი ქართველობა ცოტა ძნელია და კაცობა ცოტა სხვედრია და ფეხი ბევრს დაუწდა. ყველას ვინ მიცა კაცობა წუთი სოფელში მავალსა და აი ეგეთი კაცობის მატარებელი ხარ დვალიშვილო შენ პირადად. შენ პირადად და ვისი გულიც გაახარეთ. რატო ვამბობ ამას იცით? ეხლა მე ამას გადავხედე, ეს ესე ჰაერზე არ ხდება. ბოდიშით ეხლა დასრულებისკენ მინდოდა ამ ყველაფრის წაყვანა და ორი თემა აქვს, ეს ორი დღეა ამოჩემებული. რატო არის ყველაფერი პროვოკაციული? ერთი თემა ჰქონდათ ამოჩემებული ის, რომ თურმე ვიღაცა რუსებმა დაინახეს ეგრევე და რუსებმა თურმე მიაშარდეს ეკლესიის რომელიღაცა იმასთან ვენები ჰქონდათ გადაჭრილი, ქართველებს ბიჭო პატივს არ გვცემენ, რუსები ჩამოდიან ეკლესიას აშარდავენ, ასე ხდება, ისე ხდება, ჰაი ჰუი, მოკლედ თავზე დაგვაშარდეს რუსებმა და ვინ ბიჭო რუსები როგორ უნდა ვაბლატაოთ ემემიაზე ვენაცვალე იმას დვალიშვილს ხელში მარჯვენაში. აი ამას კივიან ეს ორი დღეა ეს ვიღაცა სართულის და ვიღაცა სანაცეთის და ვიღაცა ეს არის ხელოვნურად გაკეთებული და მე ეს რუსები თურმე რომლებიც გაითიშა მოგლეთ ვიტყვი და დავამთავრე მე ეს რუსები ვითომ რომლებმაც თურმე ვითომ ეკლესიას მიაფსეს აღმოჩნდნენ შიგევროპელი ესტონელები უკნიდან განათლებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რომლებიც ნახეს და დააჯარიმეს რასიზამ საქართველოში რუსულად ლაპარაკობდნენ, იმიტომ რომ ესტონელები არიან ყოფილი საბჭოთა კავშირი, იქ გაიზარდნენ და იცოდნენ თურმე ესა რა ქვია რუსული და იკვლევდნენ იმას, რა ქვია ესტონეთში ვერ დაილაპარაკებ რუსულად. ხო, ასია ჩემო ძმაო, უკრაინელი, მოლდაველი, ესტონელი, ლიტველი, ლატვიელი, პოლონელი, ყველას ლაპარაკობს რუსულად და მანდამაინც რუსია. და აღმოჩნდა რომ თურმე ეკლესიას შეურაცხყოფა მიაყენა ტრაკიდან განათლებულმა ესტონელმა და ტრაკიდან განათლებულმა უკრაინელმა. ხა, წერია აქ, ესტონელები არის. და აქეთ ამას წიოდნენ და კიოდნენ და იქეთ იმას წიოდნენ და კიოდნენ რომ რუსებს ასე უკნა. ჯერ ბიჭო, ვინც საფრანგეთში ყოფილხართ და ვინც სიტყვაზე რუსეთში ვინც ახართ ამ ყოფილი ერთი ნახეთ, სადმე ეკლესია შარდის უნდა თუ ყარს. ნახეთ ერთი. ამ ჩამოდით აქ და ნახეთ. რამდენი ეკლესია შარდის უნდა ყარს ჩვეულებრივი ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის აბსოლუტურად ნორმალურია მიდი და მიაფსი. და რენი იყო თუ პარიზი იყო თუ რამდენ ქალაქში ეკლესიასთან მისულა პირშის გადაწერა მდომია და შარდის სულ შეუწუხები ვარ. არ ვიცი ეს ახლა ეს იმას ვარ ნიშნავს რომ ფრანგიერი ესა რა ქვია ამით ხასიათდება. მაგრამ ასია. ისე ცნობისთვის. შიგ უკნიდან ევროპაში. ძალიან ბევრ ადგილას. ბელგიაზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი პირდაპირ. შარდვისისაა დაყენებული, შარდოვიჩები არის. კარგით, დაგემშვიდობებით რა და ესაა ჩემი დამოკიდებულება და ვისაც გჯეროდეთ კაცო იმათი და უკარით დვალიშვილის კაცობით გატაროთ ღმერთმა. ამას გისურვებთ დვალიშვილის პატრიოტიზმით გატაროთ ღმერთმა. ალადეთ და თქვით ახლა დვალიშვილს რო გაუკეთებია იმდენი შენ რა გაგიკეთებ რომ ვერ ხვდები ასეთი რა გააკეთა. რა გააკეთა ასეთი ვერ გამიგი. კარგად